გაკვეთილი რა არის? გაკვეთილი არის არა ცხოვრებისათვის მზადება, არამედ თვითონ ცხოვრება. ცხოვრების მონაკვეთი, უფრო ამაღლებული, უფრო გალამაზებული, გამდიდრებული, ამიტომ ბავშვი რომ ვარ თქვენთან გაკვეთილზე, არა, ორი ყური მომიშვირო და მომისვინეო, ეს კი არ უნდა უთხრა ბავშვს. გამოდიდა გაკვეთილი მომიყევიო, ეს არა ეხლანდელი გაკვეთილის საქმე. ამიგეთ, ბავშვს უნდა უთხრა სულ სხვა რამე. ვიცხოვროთ, ვეძიოთ, გამოვიკვლიოთ, მეც კი თქვენი მასებელი დაბნეული ვარ, ერთმანეთს შევეშველოთ. მავიწყდება რაღაცა, მეშლება რაღაცა, შევეშველოთ ერთმანეთს, მე თქვენ და თქვენ კიდევ მე. შეცდომა მოგვივა? არა უშის, შეცდომებს ვსწავლობთ. მოდი და ვისწავლოთ შეცდომებზე, კი არ გამოვასწოროთ ჩვეულებრივი შეცდომების სწორება რო იცით ხოლმე კლასში, არამედ ახალი ვიპოვოთ შეცდომაში და სხვამგვარი. გაკვეთილი ცხოვრების ფორმა, ამაღლებული ფორმა ცხოვრებისა. არა იმ ცხოვრების, რომელიც აგერ სადღაცას მიდის, ან ეზოში რომ თამაშობს ბავშვი, სახლში რომ თამაშობს თავისთვის, ან დედა რომ თავზე ადგას და რაღაცას აიძულებს. ეს კი არაა ცხოვრება, ჩვენი გაკვეთილის ცხოვრება, ხვალინდელი ცხოვრებიდან გადმოტანილი ნაწილია. აი როგორც მინდა რომ ჩემმა ბავშვმა იცხოვროს უახლოეს მომავალში, სადაც ჩემი თვალები რაღაცას ხედავენ, არა რაღაც კარგს. აი იქიდან და მოუტანო ცხოვრება და ის ნორმები შევთავაზო ჩემს 30 წუთიან თუ 25 წუთიან თუ 40 წუთიან გაკვეთილზე. აი ეს არის გაკვეთილის სინამდვილე. თუ ასე მოემზადებით გაკვეთილისთვის, სხვა რაღაცა გამოგივათ. თქვენი საქმის ოსტატები გახდებით, შეიძლება ვიღაცა ღვთითმოვლენი მასებელიც გაახდეს, თუ ასე ვემზადებით, ეს ასე მოხდება, თუ არა და მაშინ მოხდება, ის რაც არის.